სალამ, მე ვარ დრანგა, ეს არის ბიტანიკა შორტ, გადაცემა, სადაც კრიპტოს სამყაროს მთავარ ამბებს მოკლედ და გასაგებად გიყვებით. დღევანდელ ეპიზოდში გაიგებთ რა ხდება კრიპტოს ლეგალიზაციის თემაზე უკრაინაში, როგორ ბრუნდებიან მაინერების ცენას და როგორ მუშაობს ახალი YouTube სკამი. უკრაინის ეროვნული ბანკი მხარს უჭერს კრიპტოს ლეგალიზაციას, მაგრამ ეწინააღმდეგება მის გამოყენებას როგორც გადახდის საშუალებას. ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კრიპტომ არ უნდა ჩაანაცვლოს ეროვნული ვალუტა, ან დაასუსტოს ფინანსური სტაბილურობა. მოკლედ, ელ-გრივნა სულ მალე იქნება, მაგრამ პიცას კრიპტოთი მაინც ვერ იყიდით. CleanSpark-მა რეკორდული კვარტალი დააფიქსირა. მაინინგ კომპანიამ 188 მილიონიანი შემოსავალი და 257 მილიონიანი წმინდა მოგება დააფიქსირა. კომპანია მუშაობს მხოლოდ ამერიკულ ინფრასტრუქტურაზე და უკვე ფლობს 12000-ზე მეტ ბიტკოინს. მოკლედ, მაინინგ სექტორი ხოძეა. ჰაკერები ძველ YouTube აკაუნტებს იპარავენ, რომ ყალბი კრიპტობოტები გაავრცელონ. ვიდეოებში იყენებენ AI-ით შექმნილ პერსონაჟებს და მართული კომენტარებით ქმნიან სანდოობის ილუზიას. სხვაგვარად უკავშირდება ეგრეთ წოდებულ smart contracts, რომელიც დაპროგრამებულია ისე, რომ თანხა პირდაპირ თაღლითების საბულეში გვხვდება. მოკლედ, ეს იყო ბიტანიკა შორტ. გამოიწერეთ ჩვენი პეიჯი, რომ არ გამორჩეთ მთავარი მოკლედ.